ენდომეტრიოზი არ გახლავთ მხოლოდ ქალების პრობლემა, ამ ეპიზოდს უნდა მოусმინონ ქალებმაც, კაცებმაც, მშობლებმაც, წყვილებმაც და გაუზიარონ ერთმანეთს ეს ინფორმაცია. ეს არის დაავადება, რომელიც არის ქრონიკული, რომელიც არის ანთებადი და რომელიც არის მტკივნეული. მენსტრუაციის დროს ტკივილი ეს ნორმად ძალიან არის აღქმული, პრობლემად არ აღიქმება და ამიტომ ესე შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ენდომეტრიოზი არ არის მარტო ქალების პრობლემა, ენდომეტრიოზი არის საზოგადოების პრობლემა. მტკივნეული სქესობრივი აქტი მთლიანად შეიძლება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს ალაგდეს. ბიონსეს თუ აქვს ეს პრობლემა, ეხლა ჯანდაბას მე თქონდეს. მოусმინე შენს ტკივილს, ინფორმირებულობა არის შენი ძალა, მოყევი შენი ამბავი. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგე ეპიზოდს ახალი სტუდიიდან, რითაც მინდა რომ ჩვენ ახალ მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვყავს დღეს განსაკუთრებული სტუმარი, ჩვენი სტუმარი არის გინეკოლოგი შარიტეს უნივერსიტეტის დოქტორანტი სოფო ბოჭგუა, რომელიც საქართველოს სანამ იყო ძალიან აქტიური ადამიანი, აქტიურად ცდილობდა ინფორმირებულობის გაზრდას ისეთ საკითხებზე, რომელზეც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ ხოლმე. მას ჰქონდა ასევე ორგანიზაცია ექიმების საზოგადოებისთვის, ბმულს ვიდეოს აღწერაში ნახავთ, რომელიც ძალიან საინტერესო აქტივობებს აკეთებდა, თუმცა ახლა თავისი კვლევითი საქმიანობით ბერლინში შედარებით დაკავებულია, მაგრამ გეგმები ძალიან დიდია, ჩვენს დავეხმარებით იმისთვის, რომ ეს საქმიანობა აქაც გააგრძელოს. რაც შეეხება თემას, თემა გვაქვს ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი მადლობა მინდა სოფიოს გადავუხადო იმისთვის, რომ ამ თემაზე დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და რატომ? ეს არის ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი, რომელზეც თითქმის არავინ არ ლაპარაკობს. განსხვავებით ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან, სადაც თუნდაც იგივე პოდკასტების, სამეცნიერო პოდკასტების თემა ძალიან ხშირად არის ენდომეტრიოზი, საქართველოში ამ მიმართულებით, მე და სოფოც რომ ვსაუბრობდით, რომ დასერჩო ქართულად თითქმის არაფერს არ გიგდებს, ხო, ინფორმაციის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ეხლა რა არის ეს ენდომეტრიოზი? მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის დაავადება, რომელსაც უწოდებენ ხოლმე უხილავს, იმიტომ რომ აი ეს ტკივილი მენსტრუაციის დროს შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და ასევე ის, რომ ადამიანები ამ თემაზე არ ლაპარაკობენ, ეთყობა რაღაც სტიგმას ახლავს ამ საკითხებს გავივლით სოფიოსთან ერთად და რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა სწორი ინფორმაციით, ეს იქნება ჩვენი მთავარი მიზანი დღეს. სოფო, მოდი დავიწყოთ ესე, რომ თუ შეგიძლია მარტივად აგვიხსნათ, თუნდაც რაღაც ანალოგიებით, რა არის ეს ენდომეტრიოზი, რატომ არის ასეთი რთული მისი დიაგნოსტირება და რატო უწოდებენ მას უხილავს. მოგესალმები ზურა. მადლობა დიდი რომ მომიწვიე შენს ჯანმრთელ და ჯანსაღ პოდკასტში, ძალიან მიხარია. მადლობა რომ მომეცი საშუალება ამ თემით დაგვეწყო, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სამწუხაროდ ჯერ კიდევ არა აქვს ისეთი მხარდაჭერა, არა მხოლოდ სამედიცინო ნაწილისგან, ასევე საზოგადოებისგან და ასე შემდეგ, ამიტომ ითხოვს ეს თემა, რომ რაღაცნაირად უფრო იყოს ცნობილი და საზოგადოება მიცოდეს ამის შესახებ. მოკლედ, შენ შეკითხვებს რაც შეეხება, რა არის ენდომეტრიოზი? ენდომეტრიოზი არის ქრონიკული ანთებითი დაავადება და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის სისხლდენა თან ანთებასთან ერთად. ენდომეტრიუმი არის საშვილოსნოს შიგნითა შრე. ყოველ მენსტრუალურ ციკლზე, ოვულაციის შემდეგ, ქალი მენსტრუირებს და ეს შრე ჩამოიფრჩქნება. მაგრამ ეს არის ესეთი უცნაური შრე, რომელსაც ახასიათებს მიგრაცია და ჩამოფრჩქნა და მას შეიძლება ახასიათებდეს ასევე რეტროგრადულობა. ანუ ეს ენდომეტრიუმის ქსოვილი შეიძლება გადადიოდეს კვერცხსავალ მილში, რასაც ფალოპის მილებს ვეძახით და იქიდან გავრცელდეს მთელ მცირე მენჯის ღრუში. და რადგან საშვილოსნო მდებარეობს მცირე მენჯის ღრუში, ის ეხება ასევე შარდის ბურჯს, ასევე ნაწლავებს, მის ქვეშ არის ასევე დუგლასის ფოსო, რომელიც ასევე იოგოვანი აპარატით არის მოცული, ნებისმიერ წერტილში შეიძლება ენდომეტრიოზი გავრცელდეს, მათ შორის საკვერცხეებში. ამდენად არსებობს გრადაციები ამ ენდომეტრიოზის. მოკლედ, ეს არის დაავადება, რომელიც არის ქრონიკული, რომელიც არის ანთებადი და რომელიც არის მტკივნეული. და აქ თემა არის ის, რომ მისი გავრცელებასთან რომელ აი ამ ორგანოებს, რომელ ადგილებშიც ხდება, იქ სხვადასხვა ტიპის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, ხო?
აუცილებლად, იმიტომ რომ ზოგადად იქ ის არ უნდა იყოს, Mhm. მისი ადგილი იქ არ არის, მისი ადგილი არის მხოლოდ საშვილოსნოს შიგნითა შრეში ენდომეტრიუმში, მაგრამ ის თუ მოხვდა საშვილოსნოს კუნთოვან შრეში მიომეტრიუმში, მაშინ ვითარდება საშვილოსნოს ენდომეტრიოზი და მას ქვია ადენომიოზი, ის თუ მოხვდა საკვერცხეში და მაშინ გვაქვს ენდომეტრიოიდული ცისტა და მას ვცნობთ, იმიტომ რომ გვაძლევს ანექოგენურ სურათს და ასევე ეს არის, აი, საჭმელს ადარებენ ხოლმე, რომ შოკოლადისებურ ცისტას ეძახიან, შიგნით არის ჰემოსიდერინიანი მასა და ამდენად ეს ყოველთვის საყურადღებოა, ცხადია და მერე ვილაპარაკოთ რეპროდუქციულ რესურსზე და რა გავლენას კი ახდენს ეს ბატონო. ყველაფერი. ხო, რა პრობლემების ხო, რა წინაშე შეიძლება პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. დაგვაყენებს. მე მინდა რომ შევეხოთ უფრო ნათელი რო გახდეს რა Mhm. თემაზე ვსაუბრობთ, ხო? მინდა რომ აი ეს ტკივნეულ მენსტრუაციაზე ვისაუბროთ და აი მანდ რო გავავლოთ ეს პარალელი, რომ მენსტრუაციის ტკივნეულობა ყოველთვის ნიშნავს თუ არა ენდომეტრიოზს, ან როგორ შეიძლება განვასხვაოთ, როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ეს რამე სხვა პრობლემით არის გამოწვეული თუ ენდომეტრიოზთან შეიძლება გქონდეს საქმე. აი მაგაზე თუ კი შეგვიძლია ესეთი ზოგადი საუბრით, რომ რაღაც რეკომენდაციები მივცეთ ადამიანებს. კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაფასოთ menstruაციის ტკივნეულობა. ანუ შეიძლება, მაგას აფასებენ ხოლმე, არსებობს ესეთი სისტემა, რომელსაც ქვია ტკივილის შეფასების სკალა და ამ სკალის მიხედვით თქვათ ვეკითხებით პაციენტებს, როგორია თქვენი ტკივილი 1-დან 10-მდე. და 1 არის მსუბუქი, ძალიან მსუბუქი ტკივილი, 10-მდე ძალიან დიდი. ამის მიხედვით უკვე მივდივართ იქამდე, როდის იწყება ეს ტკივილი, როგორია ეს ტკივილი, არის თუ არა კავშირში menstruაციის პირველ დღესთან, მეორე დღესთან თუ როგორ ხდება, ასევე ბევრი ანამნეზი გვჭირდება, რომ დავსვათ ეს დიაგნოზი, მაგრამ ტკივილი ასევე შეიძლება იყოს ნაწლავებით გამოწვეული, კუჭის მოქმედების პრობლემებით, აირების დაგროვებით, ლაქტოზის აუტანლობით და ამიტომაც ცოტა წინ მივდივარ, მაგრამ ამიტომაც არის ენდომეტრიოზის სამართავი, როგორც მულტიდისციპლინური დაავადება და არა მხოლოდ გინეკოლოგიური. მაგრამ ჩვენ ვიცით ორივემ, რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა არის ძალიან რთული, ვინაიდან ჩვენ მას, ასე ვთქვათ, შეიარაღებული თვალითაც კი ვერ ვხედავთ, ანუ ეხოსკოპია დღეს ძალიან დაიხვეწა, მაგრამ ბოლომდე, კისტა თუ არის ენდომეტრიოზული, ცისტა თუ არის, მაშინ ვხედავთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში ან ადენომიოზი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ცოტა ძნელია მაგის დანახვა და და აი მთავარი პრობლემა ეს არის, რომ აი ულტრაბგერით გამოკვლევებზე არ ჩანს. ეს არის პრობლემა, რის გამოც ხშირად დაგვიანებული დიაგნოსტიკა გვაქვს, ან საერთოდ არ გვაქვს ხოლმე დიაგნოზი დასმული, თუ სხვა მიზეზებით შეიძლება იყოს. უტრაპგერაზე ჩანს ხოლმე ბევრი რაღაც, მათ შორის როგორც თქვი ეს ადენომიოზური საშვილოსნოს საკვერცხის ცისტა თუ არის, ანუ რაღაცეები, ბევრი რაღაც ჩანს უტრაპგერაზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი მიმღებლობა, რომ ყველას ტკივა menstruაცია. და ეს არის მცდარი შეხედულება, ასე ვთქვათ, და ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ არა, ყველას არის ტკივა menstruაცია, ზოგადად ენდომეტრიოზი აქვს ქალების 10%-ს მსოფლიოში, ამიტომაც თუ მე menstruაცია ძალიან მტკივა, რომ მჭირდება ტკივილგამოყუჩებელი 3 დღე სამსახურში ვერ მივდივარ, ანუ მჭირდება აუცილებლად რაღაცა თბილი რო დავიდო და დავწვე, ვიღაცამ წიგნიც კი დაწერა მაგაზე, ჩემი ცხოვრება თბილი, რა ქვია, ბალიშის გარეშე. ხო და ამიტომაც ეს არ არის, ასე ვთქვათ, სწორი, რომ მივიღოთ ეს ტკივილი, მაგრამ როგორც კი ტკივილი გვაქვს, მოვუსმინოთ ამ ტკივილს, ეს უნდა იყოს სიგნალი, რომ მივიდეთ სპეციალისტთან და სანამ შეკითხვებზე პასუხს არ მივიღებთ, რატომ გვაქვს ესეთი ტკივილები, არ უნდა გავჩერდეთ. ხო, ესე ამ მნიშვნელოვანი ნაწილია, ხო, მე კი. მგონი menstruაციის დროს ტკივილი ეს ნორმად ძალიან არის აღქმული, პრობლემად არ აღიქმება და ხო. ამიტომ ესე შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ ეკითხავენ ამის კი. გამო სპეციალისტებს, ხო? კი. ანუ მან აი ესეთი თემა არის. ენდომეტრიოზი ჩვენ არ ვიცით რა არის მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი. გამომწვევი მიზეზი. ანუ ეს არის მოკლედ იმუნოლოგიური ფაქტორი არის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი არის გენეტიკური განწყობა და ასევე ჰორმონალური ფონი და ასევე მერე უკვე კვების რაციონი და ცხოვრების წესი და დანარჩენი რაღაცები ემატება და იკვრება ეს მთელი სურათი ენდომეტრიოზის. მაგრამ გენეტიკურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესაც იკვლევენ, ოღონდ და კონკრეტული გენი ჯერ არ არის გამოკვლეული, მაგრამ რაღაცა კორელაციები არსებობს და მაგალითად დედასაც ჰქონდა მტკივნეული menstruაცია და არის ესეთი დამაწყნარებელი ფაქტორი, რომ ხო მეც ესე ვიყავი და
ალბათ ხშირად გაგიგია შენც, რომ აი მშობიარობის მერე გაგივლის. ან რაღაც აი კი, ესეთი კი, ხო ცნობილი გაგიგია. ცნობილი ხო, ანუ მითია. აი ესეთი ხო, მითი რა, ხო, ცნობილი ასეთი ცნობილი რაღაცა ტერმინია. საკუთარ გამოცდილებაზე ან საკუთარ რაღაცაზე დაყრდნობით, თუმცა აი მეც ეგეთი ტკივილი მქონდა და კი, იმიტომ რომ გენეტიკური წინასწარ-განწყობებიც მიდრეკილება და არსებობს? განწყობა დასტურდება ნამდვილად და ამიტომაც კი ბატონო დედასაც ჰქონდა ტკივილი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შვილმა ეს ტკივილი ასე უნდა მოითმინოს. დღეს ჩვენ სხვა ეპოქაში ხო, ვართ. მაგრამ ენდომეტრიოზი ჯერ მაინც კარგად შესწავლილი არ არის, ხო? აა გარდა იმისა, რომ ეს ეტიოლოგია არ ვიცით, ანუ რატო ჩდება და ის შეიძლება მულტიფაქტორული კი. იყოს და სხვადასხვა მიზეზებზეა დამოკიდებული, ნუ მაინც ჯერ კვლევის ფაზაშია ბევრი საკითხი. ბევრი საკითხი არის კვლევის ფაზაში, მაგრამ უკვე გაიდლაინებით არსებობს პირველი რიგის თერაპია, მეორე რიგის თერაპია, დამხმარე თერაპია, ამიტომაც დღეს, ანუ განვითარებულ ქვეყნებში ქალებს ენდომეტრიოზით აქვთ კარგი და შესაბამისი ცხოვრების ხარისხი. კი ბატონო. ანუ ამიტომ ვერ ოღონდ ვიტყოდი, მაშინ რომ როცა მიაკითხავენ სპეციალისტს. აუცილებლად, როდესაც მასზე არა მხოლოდ გინეკოლოგი ზრუნავს და ენდომეტრიოზი გაუსვი კიდევ თავიდანაც ხაზი, რომ არის ქრონიკული დაავადება და ერთხელ ვიყავი გინეკოლოგთან და დასრულდა არა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ენდომეტრიოზის მკურნალობა არის ურთულესი. მე თვითონ როგორც ექიმი მას გავურბოდი დიდხანს, იმიტომ რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია უნდა გააკეთო, მერე უნდა გააკეთო ანუ ედბექ თერაპია, ასე ქვია, დააბრუნო უკან ჰორმონები, მოკლედ ძალიან რთულია. კი ბატონო. ესეთი აი რომ დავასრულოთ ეს ნაწილი და შეკითხვა რო აღარ დარჩეს ამ თემასთან დაკავშირებით. გისმენთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მენსტრუაციის დროს ტკივილზე, მ. აი ძლიერი ტკივილები, Mhm. აი თუნდაც იმ სკალაზე შეფასებით, Mhm. ანუ ხშირად შეიძლება იყოს ნიშანი ენდომეტრიოზის, სწორად მივხვდი? ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ძლიერი ტკივილი ესე უგულისხმოთ ხო, დავტოვოთ გასაგებია. და ჩვენ აუცილებლად მინიმუმ ყველა აი აგერ შემთხვევაში წამოგიღე ექიმთან უნდა მაგალითად მივიდეს. მე სადაც ვარ ფრაქსისში, ანუ ქალების კლინიკაში, ჩვენ ამ პაციენტებს, რომელსაც აწუხებს ტკივილი, ბატანთ სახლში, რომ შვიდად გულდასმით შეავსოს და შეფასდეს როგორც მინიმუმ ეს Mhm. basic შეკითხვები და ამის მიხედვით მე ანამნეზი, ძირითადად ენდომეტრიოზის დიაგნოზი ისმევა ოჯახური ანამნეზით, გენეტიკური ფაქტორებით, პაციენტის ანამნეზით, ტკივილის შეფასებით, ეხოსკოპიის შეჯამებით და საბოლოოდ თუ ვერ მივდივართ დიაგნოზამდე და ტკივილი ძალიან დიდია და ქალი ძალიან შეწუხებულია და თუ გინდა დამისვი შეკითხვები და მე გაგცემ პასუხებს, თქვათ რა სოციალურ მათ შორის პრობლემებამდე მანდ მივყავეთ. უნდა მივიდეთ. უბრალოდ ეხლა ხო. აი ეს დიაგნოსტიკის ნაწილს შევეხეთ და მოდი ეს ნაწილი კი. აი ოქრო სტანდარტი კი დიაგნოსტიკის ბატონო. დღეს რა არის? ლაპარასკოპია, მაინც ხო? ვიტყოდი, რომ ეხოსკოპია საკმაოდ ბევრი ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არა და ეხოსკოპიაც ან 40%-იანი კვლევაა, ასე ვთქვათ, და არა 100%-იანი. მაგრამ ოქრო სტანდარტი, მაგრამ ამას მხოლოდ რთულ შემთხვევებში მივმართავთ, არის Mhm. ლაპარასკოპიული ან მინიმალურ ინვაზიური დიაგნოსტიკური საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს იმავდროულად სამკურნალოც. ან ჩვენ თუ ლაპარასკოპიას ვაკეთებთ და ჩავდივართ მუცლის ღრუში, მცირე მენჯის ღრუში, ვათვალიერებთ ყველაფერს, სადაც შეიძლება ენდომეტრიოზი იყოს, პერიტონიუმით დაწყებული საკვერცხეებით და ფალოპის მილებით და თუ სადმე გვხვდება, იქვე ვაკეთებთ მათ რეზექციას. ხო, ანუ ეგ არის პაციენტისთვის, ასე ვთქვათ, ბონუსი, რომ ლაპარასკოპია დიაგნოსტიკა მკურნალობად შეიძლება ჩაითვალოს. გასაგებია. და სოფო, აი თქვენთან პრაქტიკაში როგორ ხდება ახლა? შენ ისაუბრე იმაზე, რომ ეს ქსოვილები შეიძლება შარდის ბურთთან ამ შემდეგ ესე ჩაიზარდოს, ხო? და მაგ შემთხვევაში უკვე გამოდის, რომ ცოტა მულტიდისციპლინური ხდება უკვე, ანუ სხვა სპეციალისტებიც ერთვებიან, ხო, იმაში მკურნალობის პროცესში. ანუ მართვის ეს ნაწილში. მართვის ნაწილში, კი, ნუ ეხლა თუ დაზიანდა შარდსაწვეთი, უკვე ენდომეტრიოზის ასეთი რთული და შორსწარსული, მაგრამ ეხლა ეს უკვე იშვიათი შემთხვევებია საბედნიეროდ, მაშინ აუცილებლად ცხადია, რომ უროლოგებიც ჩაერთვებიან, თქვათ, ოპერაციის პროცესში და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ძირითადად მე რაც მინახავს, გინეკოლოგები ნუ მეტნაკლებად ართმევენ თავს, მაგრამ ისიც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ენდომეტრიოიდული კერის 100%-ით მოშორება შეგვიძლია და ისიც უნდა გაითვალისწინოს პაციენტებმაც, კოლეგებმაც, რომ პაციენტი მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ნებისმიერი ამ ლიკვიდაციის მერე, ამოჭრის მერე, რეზექციის მერე, აბლაციის მერე თუ როგორც არის, 10% წელიწადში ის უკან დაბრუნდება. ანუ 5 წელიწადში შეიძლება ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყოს პაციენტი და იგივე დიაგნოზი ქონდეს, თუ ჩვენ არ დავიწყეთ
მერე დამხმარე თერაპიები. ოპერაცია და შემდეგ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია. კი ბატონო. ანუ ეს არის, როგორც დასაწყისში შენ თქვი, ქრონიკული მდგომარეობა და მუდმივად სჭირდება ზედამხედველობა. კი მაგრამ ბატონო. ეს ტკივილი დღეს არის მილიონობით ქალის ყოველდღიურობა მსოფლიოს გარშემო. ამ ქალების უდიდესმა ნაწილმა არ იცის, რომ შეიძლება იყოს პრობლემა და ძალიან ბევრი ამ საკითხზე არ საუბრობს, მაგრამ ეს რასაკვირველია, გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მათ კარიერაზე და აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, ხო, ჩვენი ცხოვრების. კი და ბატონო. რანაირად შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ ჩვენ იმისათვის, რომ შევუმსუბუქოთ აი ეს მდგომარეობა. გვაქვს დღეს მედიცინაში ისეთი ინსტრუმენტები, რომლითაც ამას შევძლებთ მართვის ნაწილში. პირველ რიგში ეხლა რასაც შენ აკეთებ, ეს არის პირველი წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ადამიანებს ანუ ამის შესახებ მეტი ცნობადობა ქონდეთ, მეტი მიმღებლობა ქონდეთ და პირველ რიგში ასევე ქალებმა უნდა გაზარდონ მიმღებლობა და ეს არ იყოს რაღაცა სტიგმატიზებული თემა, მაგრამ საბედნიეროდ მსოფლიომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, ქალები წერენ წიგნებსაც, აკეთებენ პოდკასტებსაც, რასაც მოусმინეთ და კიდევ ცნობილი ადამიანები საუბრობენ ამაზე. კი. ამიტომ მაგალითად ბიონსემ ხო, ეს ამნიშნულოვანი იყო, ხო? იმიტომ რომ ბიონსე ის ყველა გავლენის მქონე ადამიანია და რასაკვირველი. მას პირდაპირ ეს ენდომეტრიოზი არ უთქვამს კი, იმ თავის კი, იმაში, რა ქვია, ბიოგრაფიულ რაღაც ფილმში. კი. მაგრამ ისაუბრა ნახე შენ? ვნახე. ამ ეპიზოდის რომ ემზადებოდით, მაშინ ვნახე, დამაინტერესა რაზე იყო საუბარი, უბრალოდ მან ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც ჰქონდა დაორსულებასთან დაკავშირებით, მერე ეს ზუსტად, ზუსტად, როგორ მიმართა სპეციალისტებს ზუსტად. იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა, ანუ ფაქტობრივად იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც იწვევს ენდომეტრიოზი, ისე რომ მას ენდომეტრიოზი არ უხსენებია, თუმცა როგორც პრობლემა სერიოზულად წარმოაჩინა ძალიან. და რომ ეს ნაწილი შეიძლება ბევრი ქალისთვის ძალიან ისეთი ხარდამჭერი ნაბიჯი აუცილებლად. იყოს, ხო? იმიტომ რომ კი. ბილიონობით ქალს აწუხებს იგივე პრობლემები, ხშირად სხვენიათ ამაზე ლაპარაკით, ეხლა ბიონსეს თუ აქვს ეს პრობლემა, ეხლა ჯანდებას მეც მქონდეს, ხო? ეგეთი ამბავი კი. არის. კი, ცნობილი ადამიანების ასეთი გამოსვლები არის კატალიზატორი, ხო? და მერე ჩვეულებრივი ადამიანებიც ხვდებით, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. და ამის შეგრძნება არის მნიშვნელოვანი და ხო, მერე უკვე ვფიქრობთ და ვეძებთ მოგვარების გზებს და მედიცინასაც ახლა არის წინავს და აკეთებს ამ მიმართულებით ბევრ რაღაცას, მაგრამ არა მარტო მედიცინას, არამედ მე მახსოვს 2022 წელს მაკრონმა დაპოსტა თავის ტვიტერზე და გააკეთა ენდომეტრიოზის მხარდამჭერი პროგრამა და ინსტაგრამშიც დაპოსტა მე მგონი და ყველა მაგაზე ამბობდა რა ესაქმება მაკრონს ენდომეტრიოზთან და მან გამოაცხადა ესეთი რაღაც რომ ენდომეტრიოზი არ არის მარტო ქალების პრობლემა, ენდომეტრიოზი არის საზოგადოების პრობლემა. და არ მახსოვს რამდენი მილიონი გამოყო, რო არ მოვიტყუო ციფრები, მაგრამ ასე დაიწყო, ნახე, ენდომეტრიოზის მხარდამჭერი პროგრამის განვითარება საფრანგეთში, ანუ იქიდან კიდევ უფრო მეტად. პირველი რაც გააკეთა გაზარდა ცნობადობა, რასაც შენაკეთებ, მეორე რაც გააკეთა კადრები გადაამზადა, იმიტომ რომ ექიმები, რომლებიც არ არიან ამაში გადამზადებულები, ესე ვერ მიაღწევიან ენდომეტრიოზს და ესე ვერ დაიწყებენ ამის მართვა, საჭირო არის მეტი რესურსის ჩადება ექიმების და სამედიცინო პერსონალის განათლებაში და არა მარტო გინეკოლოგების. მესამე რაც გააკეთა იყო სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებები განავითარა, მეოთხე გააკეთა ენდომეტრიოზის ცენტრები, იმიტომ რომ მარტო გინეკოლოგი ამას არ ყოფნის და მეხუთე ძალიან დიდი თანხები ჩადო კვლევებში ენდომეტრიოზისთვის. გადასარევია. შვენიერი სტრატეგიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ აი ესე დაიწყოს და არა მაგალითად ჯერ შექმნას სივრცე ენდომეტრიოზის და კადრი არ არსებობდეს, რომელიც იქ იმუშავებს. კი ბატონო. სოფო რა მაინტერესებს რა. ან ჩვენ წეღა როცა ვსაუბრობდით აი ამ დიაგნოსტიკის ნაწილზე, ხო? ეხლა როცა ამხელა რესურსებს საფრანგეთი გასაგებია იქაც რა პრობლემები იყო და რა ნაბიჯები გადაიდგა ამის მოსაგვარებლად. ზოგადად როგორც ვნახე, საკმაოდ დიაგნოსტირებული შემთხვევებიც ხო საკმაოდ აგვიანებით არის ხოლმე 7-10 წლიანი განვითარება შეიძლება ქონდეს ამ დაავადებას, მაშინ როცა უკვე ის დიაგნოსტირდება. აი მაგისი პრობლემა რა არის ხოლმე? მაგალითად საქართველოსნაირ ქვეყნებში. ეს არის სამედიცინო სექტორის მომზადებლობა. თუ ისევ ის პრობლემა, რომ ინფორმირებულობის ნაწილი და არ მიაკითხეს ექიმს პაციენტებმა. თუ ორივე.
ხო, აი ყველაფერი ერთად, მაგრამ ასევე პაციენტიც უნდა იყოს ინფორმირებული და აი დავამატებ, რომ ბევრ ქვეყანაში უკვე სკოლიდან დაიწყო, თქვათ, აი ამაზე საუბარიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ერთად. ერთი. რა არის პრობლემა დაგვიანებულ დიაგნოსტიკაში, ხო? ნუ კი ბატონო, კადრებიც მათ შორის პრობლემაა, მაგრამ პაციენტმა მე თუ არ მითხრა, რომ მას აქვს ტკივნეული მენსტრუაცია, ესე შეიძლება მაინც-ამაინც ტკივა თუ არა მენსტრუაცია, თქვათ, შაბლონურ ანამნეზის მოკრებაშიც, ნუ წესით უნდა შედიოდეს მაინც და ვიკითხოთ გინეკოლოგებმა, მაგრამ პაციენტმაც უნდა თავისი პრობლემების სწორად გამოტანა, ასე ვთქვათ, უნდა ისწავლოს და იცოდეს, რომ აი ამაზე უნდა ვისაუბრო, Mhm. იმიტომ რომ ეს მაწუხებს და ეს ცუდია რომ მაწუხებს და არ მინდა რომ მაწუხებდეს. ერთი. მეორე საკითხი, რაც 10 წელი დაგვიანებული დიაგნოსტიკის, ასე ვთქვათ, ცუდი მხარეა ყველაზე ის არის, რომ ენდომეტრიოზი არის რეპროდუქციული ასაკის დაავადება, იმიტომ რომ არის ასე ვთქვათ შეჭიდული ჰორმონებთან, ესტროგენებთან და ამიტომაც რეპროდუქციულ ასაკში აწუხებთ ეს ქალებს. მაგრამ რაც უფრო პროგრესირებს ეს ძალიან ჩუმად ეს ენდომეტრიოზი შეიძლება ტკივილი არ აწუხებდეს ქალს და მაინც იყოს ენდომეტრიოზის ნიშნები და თქვათ აი ქონდეს საკვერცხეში ეს ენდომეტრიული ცისტა რომელიც Mhm. არ იყოს ძალიან დიდი რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ შეიძლება იქ ქონდეს კერები რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ ეხოსკოპიით და მაინც გვეჩვენება რომ ნორმალურია, ერთ დღეს ამ ქალს უნდა შვილის გაჩენა და აღმოჩნდება რომ მისი მაგალითად ფალოპის მილები, იოგოვანი აპარატი და ასე შემდეგ მთლიანად არის ენდომეტრიულ ქსოვილში ვერ ატარებს ასე ვთქვათ ამ განაყოფიერებულ თუნდაც გვერდშუჯებს და ასე შემდეგ და ამიტომაც იწყება მერე ასეთ ქალებს სჭირდებათ თუნდაც in vitro IVF Mhm. ხელოვნური განაყოფიერება. ამიტომ ერთ-ერთი პრობლემა ენდომეტრიოზის ეს არის უნაყოფობა. უშვილობის უნაყოფობის Mhm. პრობლემა. მეორე შეიძლება იყოს შეწყვეტილი ორსულობები, იმიტომ რომ რაღაცა ვერ მიდის ამ მექანიზმებიდან გამომდინარე ორსულობა ბოლომდე და ნუ მესამე კიდევ ასევე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ტკივილი მაგალითად ღრმა პენეტრაციის დროს და სქესობრივი აქტის დროს, რაც დრო გადის ეს კიდევ და კიდევ უფრო მეტად რთულდება, ამის გამო წყვილებს აქვთ პრობლემები თანაცხოვრებაში და ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები და ესეც მნიშვნელოვანია რომ ხო, აღმოიფხვეს. ალბათ ეს არის კიდე მეორე ისეთი ბნელი მხარე. ფსიქოლოგიური, მარტო გინეკოლოგია რა, ასევე კი, ფსიქოლოგიური ფაქტორიც. იმიტომ რომ აქ პირველ შემთხვევაში თუ ჩვეულებრივი მაგათ უნაყოფობა ხო ისეთი პრობლემაა, ოჯახური პრობლემა ერთად კი, ცდილობ ბენ ამ ყველაფრის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ როცა ვსაუბრობდით რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი აღიქმება როგორც ნორმა, კი, ასევე მეორე საკითხი ეს არის რომ სექსის დროს, აქტის დროს ქალისთვის ტკივილი კი, ასევე ხშირად აღქმულია ხოლმე ეს ნორმა და ასე კი, უნდა იყოს და ნუ მეორე კი, მეორე სერიოზული პრობლემა კი, ასევე ქალის ჯანმრთელობისთვის და არა მხოლოდ ამ ქალის ხო ეს კი. წყვილების პრობლემაა და ოჯახების პრობლემაა. მაგრამ უნაყოფობა მაინც არის ალბათ ის, რომელიც ამ ენდომეტრიოზს აქცევს ესეთ ტკივნეულ საკითხად. ცუდ დაავადებად. ცუდ დაავადებად, ხო, ხო, რომელმაც შეიძლება რომ აი ესე ანუ ეს არის ის ნაწილი, კი, რის გამოც გვინდა რომ ინფორმირებულობა გავზარდოთ თუნდაც აუცილებლად. კი, ენდომეტრიოზზე, კი, იმ ტკივილსა ხო, და იმ დისკომფორტებს და ასე შემდეგ თავი რომ დავანებოთ, ხო? კი, შენ აღწერე ის მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის დაურსულებას, მაგრამ აი დაუშვათ უკვე შედეგი არის ენდომეტრიოზი გვაქვს, აჰა. არის ეს პრობლემა, დაცული არის ეს მილები ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში გამოსავალი თუ არსებობს? აა ამიტომ არის კარგი დროული დიაგნოსტიკა, რომ ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდეთ. რომ მაგალითად, თუ გვაქვს ენდომეტრიოიდული ცისტა, ეს ერთხელ რო განვითარდება, არ უნდა დავუშვათ, რომ მეორედ განვითარდეს. რატომ? იმიტომ რომ ენდომეტრიოზით დაავადებულ პაციენტებს მათ შორის აქვთ არის ესეთი ჰორმონი, რომელსაც ქვია ანტიმიულერის ჰორმონი, რომელიც საკვერცხის ხარისხს განსაზღვრავს. მ, Mhm. ზუსტად ხარისხს არა, მაგრამ აი ეს გვეუბნება, რამდენად აქვს ქალს დაურსულების რესურსი. და ჩვენ მაგით ვადგენთ, ასევე მენოპაუზისკენ ხო არ მიდის ქალი და ასევე რამდენად შეუძლია შვილოსნობა. ამ ჰორმონზე ზეგავლენას ახდენს ერთი ენდომეტრიოზი და ცვლის და ამცირებს მას. და მეორე თვითონ საკვერცხეში, როდესაც ცისტას ხედავთ, თქვათ თუ არის საჭირო ამ ცისტის რეზექცია, ამოკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს მხოლოდ ცისტა ამოვიღოთ, მაგრამ მას მოყვება ხოლმე საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილიც. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალმა რაღაცა მცირე, მაგრამ საკვერცხის რეზერვი დაკარგა. და ეს თუ განმეორდა პირობითად ყოველ 5 წელიწადში,
ანუ რეალურად ქალი იმაზე ადრე მიაღწევს მენოპაუზას მჰმ. და დაკარგავს საკვერცხის რეზერვს, ვიდრე ჩვენ ეს გვინდა. თან გააჩნია როგორი ფორმის და რომელი სტადიის ენდომეტრიოზი არის. ერთი. მეორე, თუ ჩვენ არ ვაჩერებთ ამ პროცესს და ეს 10 წელი მიმდინარეობს, ფალოპის მილები თუ უკვე მთლიანად ანთებადია, რეალურად უკან დასახევი გზა არა გვაქვს და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი და კარგია ეგ გამოსავალი რო არსებობს, ვაკეთებთ IVF-ს. კი. ამიტომ ჩვენ გვირჩევნია, რომ ასეთ ქალებთან, რომელსაც აქვთ ენდომეტრიოზი, ჩავეტაროთ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თუნდაც თუ ვერაფერს ვერ ვადგენთ და ასე შემდეგ, ლაპარასკოპია ჯობია ერთხელ მესმის, რომ ინვაზია არის ლაპარასკოპიაც, მაგრამ უარესი ცუდის ხო, რისკისა და საფრთხოვნით, სარგებლის დიახ, თანაფარდობას უნდა ხომ ერთად არის ამ თანაფარდობით შემთხვევაში. განსაზღვროთ. და და იქ მიიღებს მაგ ექიმი გადაწყვეტილებას. იღებს პაციენტთან პაციენტთან ერთად, ერთად თავისთან, ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ უკვე ხო, ანუ ამითი შეგვიძლია პაციენტი დავიცვათ ასევე და პლუს მაგას ჩვენ თავაზობთ მაგალითად 35 წლამდე პაციენტებს, რომ 35 წლის შემდეგ მაინც ისედაც იკლებს საკვერცხის რეზერვი, მით უმეტეს თუ ენდომეტრიოზი აქვს, რომ დროულად შეინახოს კვერცხუჯრედები. განსახი. ხო. კაი, მოდი მაგნაწილს ცოტა კიდე ჩავუღრმავდეთ, იმიტომ რომ სიამოვნებაა. ხო, საქართველოში ხა ეგ აქტუალური თემაა, ძალიან. ბევრი მიმართავს მაგ სერვისს, იმიტომ რომ გასაგები ჩემი აზრით არაფერი მტკიცებულობა ხელში არ მიჭირავს, მაგრამ ჩემი აზრით იმ არასტაბილური მდგომარეობის გამომდინარე, რაც ქვეყანაში არის, ოჯახები ესე აქტიურად შვილებს აღარ აჩენენ და ქალები მიმართავენ ამ სერვისებს იმისათვის, რომ შეინახონ ეს კვერცხუჯრედები და შემდგომში უკვე იზრუნონ ამ თემაზე. ეს ფორმატი ენდომეტრიოზის შემთხვევაში რამდენად ჩვეულებრივი ფორმატია, რამდენად გაიცემა ჩვეულებრივ ამაზე რეკომენდაცია, ხა დიაგნოზი თუ დაესვა ადამიანს, რომ მას აქვს ენდომეტრიოზი, უკვე უნდა დაიწყოს ფიქრი? ჩვენ გვაქვს მაგისთვის, ანუ შესაბამისი მარკერები გინეკოლოგებს, რომ არ ასე ვთქვათ, რა ჩვენი თეორიები რომ არ გავატაროთ, ანუ მე მაგალითად პაციენტს, რომელიც 29 პლუსია, იმიტომ რომ 29 წლამდე ქალს აქვს დიდი პროცენტი დავარსულების, 35 წლამდე შედარებით ნაკლები, ამიტომაც მე ვაკეთებ ამ შემთხვევაში და ჩვენ ვაკეთებთ, გვაქვს ეს გაიდლაინი. შევამოწმოთ საკვერცხის რეზერვი, პლუს მაგას ჩვენ თუ ვიცით, რომ მას აქვს ქალს აქვს ენდომეტრიოზი, ვთქვათ, კიდე სხვა ფაქტორები ემატება ამას და რასაც მიჩვენებს ანალიზი, იმის და მიხედვით უწევ რეკომენდაციას, თუ მაგალითად ანტიმიულერის ჰორმონი, ანუ აი MHC აქვს საშუალოზე დაბალი, მაშინ ვეუბნები, რომ რო არა გვაქვს, უნდა გაკეთდეს შენახვა, იმიტომ რომ მე ეს იკლებს ძალიან სწრაფად. ამიტომ მე შემიძლია დავეყრდნო ციფრებს და ასე გავუწიო რეკომენდაცია. მაგრამ როგორც გითხარი, ენდომეტრიოზის შემთხვევაში ეს უკვე ნაკვლევი თემა არის და ეს არ არის მხოლოდ თეორია და რაღაც ჰიპოთეზა, რომ იკლებს და ამ შემთხვევაში ენდომეტრიოზი თუ მაქვს დასმული, ამ პაციენტებთან საუბრობ ამაზე, მაგრამ ნუ არ ვეუბნები, რომ ახლა გაიქეცი დღესვე გააკეთე, მაგრამ მოდი თავში გქონდეს და დავამუშაოთ ეს თემა და შევამოწმოთ და ასე შემდეგ. ანუ რუტინულად ესე არ ხდება. ზოგადად ენდომეტრიოზით პაციენტებში, ახლა 20 წელზე არა, მაგრამ მაინც გავუწევდი რეკომენდაციას, რომ ეს იცოდეს პაციენტმა მისი უფლებაა და გააკეთებს თუ არა, ესეც მისი უფლება. იფიქროს ნელ-ნელა კი, აუცილებლად. იმაზე მინდა ჩაგეკითხო, წეგან შენ საუბრობდი, რომ რეპროდუქციული ასაკიდან უკვე შეიძლება ნიშნები გამოჩნდეს, თუნდაც ის სიმპტომოთ და ასე შემდეგ, ხო? მაინც აი რომელ ასაკზე საუბრობთ, რომელი ასაკიდან შეიძლება რომ დაიწყოს აი 13 წლიდან, 18 წლიდან, თუ როგორ არის ძალიან კაი სტატისტიკა? შეკითხვაა, იმიტომ რომ ნუ რეალურად მენსტრუაცია, რა ვიცი, უკვე 9 წლიდან ნორმალურია რომ დაიწყოს, მაგრამ ყველაზე პატარა პაციენტი, რაც აღწერილი არის, მე არ მყოლია, იყო 15 წლის და ასევე ერთეული შემთხვევები, რაც ასევე ცოტა უცნაურია, მაგრამ მენოპაუზის დროსაც ყოფილა 55 წლის ქალი და აი ზუსტად ენდომეტრიოზის ცენტრის დირექტორი ვინც არის, აი მექსნერზე რო გესაუბრებოდი, მას ყავდა ეგეთი პაციენტი და ეს როგორც кейსი ისე არის აღწერილი, თუმცა ეს ძალიან იშვიათია. ნუ ძირითადად მაინც აქტიური რეპროდუქციული ფაზის დაავადება არის. ხო. მოკლედ მინდა რომ მიმართო ახლა ჩვენს მსმენელსაც, რომ ენდომეტრიოზი არ გახლავთ მხოლოდ ქალების პრობლემა, ამ ეპიზოდს უნდა მოусმინონ ქალებმაც, კაცებმაც, მშობლებმაც, წყვილებმაც და გაუზიარონ ერთმანეთს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ასეთი ტიპის პრობლემების წინაშე არ დადგნენ, ან ნიშნები შენიშნონ, ადრეული პრევენცია მოახდინონ. ხო, მართლა ამაზე. აი, რამე ვიცით იმის შესახებ, რომ
რა გავაკეთო იმისათვის, რომ პრევენცია მოვახდინო ენდომეტრიოზის? ამაზე გვაქვს რამე ესეთი მტკიცებულებები? აა, პრევენცია მაინც ითვლება, რომ არის ადრეული დიაგნოსტიკა, მაგრამ ასევე ეს ბევრი რაღაც უკვე დადასტურდა, მაგალითად სწორი კვება, იოგა, რაც ყველაფერი ეხმარება, მაგრამ ევიდენსი ამაზე არ არის, აჰა. თუმცა ასევე შეგვიძლია ჩვენ ავხსნათ რატომ. იმიტომ რომ ენდომეტრიოზს ახასიათებს სასტიკი მუცლიშებრილობა, დეფანსი, ანუ თვითონ იოგოვანი ტკივილი, რომელიც ძალიან მტკივნეულია და რაც უფრო შეიბერება, მაგალითად ნაწლავური სისტემა და თუ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს, ან ბევრ შაქარს მივირთმევთ, ცხადია, რაც უფრო მეტად გაიბერება, ანუ მექანიკურადაც ლოგიკურია, რომ ეს ტკივილები უფრო შესამჩნევია. ამიტომ კი ქალი და მით უმეტეს რომელმაც იცის თავისი დიაგნოზი, აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად ეს პროდუქტები ამოიღოს. ნუ ამბობენ, რომ ძალიან კარგი არის ასევე ანანასი, ანთების საწინააღმდეგო, რაც კი ვიცით, ხილი, ბოსტნეული, ყველაფერი სტაფილო, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დამხმარე საშუალება. კი ბატონო. ხო, მაგაზე ჩვენს ნუტრიციოლოგებთან ერთადაც ძალიან ვისაუბრებთ. კარგი იქნება. შემდეგ ეპიზოდებში ჩვენ დაგველოდეთ, ვინც ახლა გვისმენთ, ნუტრიციოლოგებთან ერთად ჯანსაღი კვების ნაწილზე ვისაუბრებთ, კი. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ სოფო კიდე იქნება ჩვენი სტუმარი, როცა შემდეგზე საქართველოში ჩამოვა და იმ პერიოდისთვის კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავუღრმავდებით ამ საკითხებს, მათ შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის, მათ შორის ჯანმრთელობის, კვების საკითხებს და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტული რეკომენდაციებით ვიქნები თქვენთან წარმოდგენილები. მაგრამ მოდი ჯერ კიდე დაგვჭა რაღაც საკითხები განსახილველი, ხო, მათ შორის აღნაგობის ფაქტორები, ეს ცნობილ პოდკასტერებს მინდა რომ შევეხოთ დღეს და მათ მიერ საინტერესოა. საკითხების დაყენებას, მაგრამ რა კი კვების საკითხი ვახსენეთ და ვინაიდან დღეს ჩვენ ამ პოდკასტ არეაში ვიწერთ პირველ ეპიზოდს და ჩვენი სიმბოლო გახლავთ სტაფილო, რომელიც არის ესეთი ერთგვარი სიმბოლო ჯანსაღი კვების. მოდი გადავიდეთ ამ საკითხზე. აქვე მინდა ახლა ცოტა ხანში მოვამზადებთ და მინდა რომ შენც მიიღო ამაში მონაწილეობა, მინდა რომ დავთესოთ ჩვენ ერთის არის სტაფილო, რომელიც როგორი დიდი პატივია მადლობთ. ეპიზოდამდე გაიზრდება ხოლმე და ჩვენი მსმენელების მას შეხედავენ და ბოლოს როცა უკვე გაიზრდება, ვინც დაემთხვევა სტუმარი, მასაც გავუმასპინძლდებით და ამ ჯანსაღ პროდუქტს მივაწვდით. აი წეღან როცა ამ ეპიზოდზე მუშაობდი, უსმენდი ძალიან საინტერესო პოდკასტს. ეს არის ბრიტანული პოდკასტი, თუ ვინმე არის ით ეს საკითხები გაინტერესებთ, დოქტორს კიჩენ ქვია ამ პოდკასტს, სადაც ესეთი ძალიან წარმოსადეგი სპეციალისტები, მტკიცებულებებზე დაფუძნები ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობენ და მას ყავდა სტუმრად ჯესიკა მერნეინი. ეხლა ვინ არის ეს გოგო? ეს გოგო არის გოგო, რომელსაც აქვს ენდომეტრიოზი და ამ საკითხზე ინფორმირებულობის ამაღლებას ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. თავისი წიგნიც აქვს გამოცემული პაციენტის გადმოსახედიდან, ცხოვრება აი ამ ტკივილით, ასე შემდეგ და ძალიან ეხმარება ძალიან ბევრ ქალს. ანუ სოციალურ ქსელებში, ნუ ისედაც საჯარო გამოსვლებით და ასე შემდეგ ძალიან ცდილობს რომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ ინფორმირებულობაში. ამიტომ დღეს მე დავაციტირებ სწორედ აი ამ პოდკასტერებსაც, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო პოდკასტი, ანუ ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი დიალოგი, იქ გაჟღერებული ისინი, რა ქვია, თითოეული მოცემულობა, როგორც წესი, მტკიცებულებებზე არის ხოლმე დაფუძნებული და ხო, სხვათა შორის მეც დღეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ ძალიან საინტერესო დამთხვევა გამოვიდა ის, რომ ეს ყვითელი გული, ხო, რომელიც მინდა დაახმენიშნა, როგორც კი შემოვედი, რომ მეთქი აი ძალიან კარგად მოიფიქრე, რომ ყვითელი ენდომეტრიოზის ხო, იმიტომ რომ ეს ენდომეტრიოზის ფერია და ესე შეგვიძლია. კი ბატონო, და მინდა რომ რუსანას აი ამ კომპანიას დიდი მადლობა გადავუხადო აი ამ მაისურისთვის, ძალიან მომწონს, ეს არის გადარეული ვარ. ანუ ესე იგი შენ ლობირებ ენდომეტრიოზს, თან ენდომეტრიოზი ალაპარაკდა. ენდომეტრიოზი ალაპარაკდა. ბმულს ამ მაისურების შესახებ ჩვენი ვიდეოს აღწერაში ნახავთ. მოკლედ, ისევ ჯესიკას რო დაუბრუნდეთ. ჯესიკა ძალიან ბევრს საუბრობდა ამ პოდკასტებში კვებაზე. ოცილებლად. ხო, მან
ოღონდ ეხლა მოდი ამას მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ეს არ უნდა მივიღოთ ჩვენ როგორც მტკიცებულებად. არა. ეს იყო უბრალოდ ერთი ადამიანის გამოცდილება. მან თავისი რაციონი შეცვალა, თავის თავზე მოირგო, ის რა ქვია, ბრძის პროდუქტებზე თქვა უარი, რაღაცებზე მოუწია უარის თქმა, იმიტომ რომ მანამდე არ იცოდა მან თავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ იცნობდა თავის მიკრობიომს კარგად და ამან აი რაღაც გლუტენის, შაქრების ამოღებამ და ასე შემდეგ მას შეუმსუბუქა ეს მდგომარეობა. და აი ეს კავშირი რეალურად თუ არსებობს. ან აი პაციენტები, რომლებსაც იქ ბერლინში ან საქართველოში იღებთ ხოლმე, იქ რამე მსგავსი გამოცდილება თუ ქონიათ, აი რა შეგვიძლია ვთქვათ კვებისა და ენდომეტრიოზის კი. კავშირზე. კი, ანუ ჩვენ ახლა რაღაც მაგალითად გლუტენის აუტანლობა თუ აქვს პაციენტს და ასე შემდეგ, ამის შემოწმებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ როგორც ვთქვით, ანუ ჩვენ არ ვიჭრებით ასე ვთქვათ ნუტრიციოლოგების კომპეტენციაში. ჩვენ პაციენტს ვეუბნებით, რომ ეს არის მულტიდისციპლინა, ამიტომაც არსებობს ენდომეტრიოზის ცენტრები და არა ენდომეტრიოზის ექიმი. ენდომეტრიოზის ცენტრები, სადაც ზუსტადაც მაგაზე მუშაობენ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფიზიოთერაპევტები, რომლებიც ასევე მცირე მენჯის ვარჯიშებს, კეგელის ვარჯიშებს, ასეთ რაღაცებს ურჩევენ პაციენტებს. სპეციალური მასაჟები, იმიტომ რომ ეს ენდომეტრიოზი ამ იოგებიდან გამომდინარე იწვევს, ზოგჯერ ფეხებზე აქვთ ტკივილი, ზოგჯერ ვულვის არეში აქვთ ტკივილი, იმიტომ რომ ეს იოგოვანი აპარატიც არის ჩართული ამ ყველაფერში. უცნაური ტკივილები აქვთ, ღამე აღვიძებთ ტკივილები პაციენტებს, ამიტომაც ხო, ტკივილის თერაპევტები ერთ-ერთი ტოპ, ასე ვთქვათ, ექიმები ენდომეტრიოზში და ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მათი გამოყენებაც უპრაგონოდ არ შეიძლება და ასევე ეს კვების სპეციალისტებთან ერთად და გასტროენტეროლოგებთან და ესე უნდა მოხდეს და ნუ გინეკოლოგები, ჰორმონალური და ნუ გინეკოლოგიური ასპექტებით. ამიტომაც კი, მთელი გუნდი მუშაობს ენდომეტრიოზზე და საქართველოში გაქვთ ასეთი ცენტრი? მე რამდენადაც ვიცი არა, ვეცადე რომ მომეძიები ასეთი ცენტრის შესახებ, ვერ ვიპოვე, ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ვერ ვიპოვე. ხო, მაინც ხაზი რო გავხსნათ რაზე ვსაუბრობ, ეს ცალკე სპეციალისტები არ არიან, ესენი არიან გინეკოლოგები, რომელიც სხვა სპეციალისტებთან ერთად ზრუნავენ აი ამ დაავადების მართვაზე, იმიტომ რომ კომპლექსურია ეს დაავადება. ჩვენ რო ვნახეთ, აი მე და შენ რო ვნახეთ, აი იქ იყო ზუსტად იმაზე, რომ ეს ქალი ეუბნებოდა მადლობას თავის დირექტორს, რომ მომეცი საშუალება, რომ ეს ცენტრი გამეკეთებია, მომეცი საშუალება, რომ მეკვლია ენდომეტრიოზის პაციენტები და ან ჩემს კოლეგებთან ერთად ეს როგორც მნიშვნელოვანი საკითხი განმეხილა და ანუ ეს არის გადაწყვეტილება უკვე მენეჯმენტის კლინიკის, რომ მინდა ამაში რესურსის ჩადება, რომ ესე მივხედო ამ ყველაფერს და მარტო გინეკოლოგები უბრალოდ ვერ გააკეთებენ ყველაფერს. ხო, იგივე ეს ჯესიკაც იგი იმავე პოდკასტში თავის გამოცდილებაზე და იმ თავის წიგნში, რომელიც გამოაქვეყნა, ძალიან ბევრ წერს აი მაგ ასპექტებზე, ახლა რომელზეც ჩვენ საუბრობდი, მათ შორის სტრესის მართვის ნაწილში. იმიტომ რომ ეს სტრესის მართვა, რომელიც ასევე კიდე მოქმედებს ორგანიზმზე, ეს ზემოქმედება შემდგომში ისევ სტრესს იწვევს და ესეც ერთგვარი რაღაცა ისეთი ჩაკეტილი წრე გამოვიდა. და რაღაცას ვიტყვი, ძალიან დიდი მადლობა რომ ახსენე რომ ამ პოდკასტს უნდა უყურონ კაცებმაც და პარტნიორებმაც, იმიტომ რომ თუნდაც ემპათია ქონდეთ ქალის მიმართ, რომელსაც აქვს მტკივნეული, დისპარეურია მტკივნეული სქესობრივი ცხოვრება და თუნდაც პლუს მაგას ასევე დაეხმარონ ამ ქალს, როგორ შეცვალოს ეს და არა, ვთქვათ, მაინც გაყრით და პრობლემებით დამთავრდეს. კი ბატონო. მოდი სოფო, ერთი წუთით ის ვქნათ, მე ბოლო საკითხზე მინდა გადავიდე მენსტრუაციაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ამ ყველაფრის კავშირზე კიდევ ენდომეტრიოზთან და მკურნალობის საკითხებიც უნდა გავიაროთ. მანამდე, მოდი შენი წვლილი რომ შეიტანო, პირველი მიწა, რომელიც მინდა რომ ამ ქოთანში ჩაიყაროს, მინდა რომ იყოს შენგან. ვაიმე. მე სტაფილოსაც ჩავთესავთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ხო არა? არაფერი. კი ბატონო, შვენიერი დიდი. ყველაფერი გადასარევად. თან სურვილებს ჩავიფიქრებ აუცილებლად. მოკლედ მე მინდა რომ შენ იპოვო ისეთი ინვესტორი, რომელიც არა მხოლოდ ამ პროექტებში, არამედ კონფერენციებში და მარტში ენდომეტრიოზის თვის მოწყობაში დაგეხმარება. კი ბატონო, იქნებოდა გადასარევი, ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია. არა, გადასარევად არის ყველაფერი, დიდი მადლობა. ჩვენი მიზანი ერთადერთია ადამიანების ჯანმრთელობაზე ინფორმირებულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელმისაწვდომობა, ვისაც გინდათ რომ დაგვეხმაროთ, დაგვიდექით მხარში ამ მიმართულებით.
ამას მე რა თქმა უნდა კაცი მიღმა ცოტა უფრო შევალამაზებ და კულტურულად გავაკეთებ, მაგრამ მორწყავ. ხო, რასაკვირველი. აი, წყალიც აქ გვაქვს. ახლავე დავასხამ წყალსაც. და გამჭირვალე, იმიტომ ავარჩიე, რომ თან რაღაც მომენტში გამოჩნდება შემდგომში. რა საინტერესოა. და აქ რამდენი სტაფილო უნდა ამოვიდეს ბევრი დაახლოებით? ამოვა და მე გადავამრავლებთ. Okay, cool. და ხო. და კიდე მარტი რო არის ენდომეტრიოზის თვე, იმიტომ რომ გაზაფხულია, ამ მარტში იწყება რაღაც ახალი სიცოცხლე, ესეც ენდომეტრიოზის თემები არის და ის რომ დაიწყოს ენდომეტრიოზზე ლაპარაკი, როგორც ახალი დასაწყისი და არ დაიმალოს ეგ თემა, ესეც არ არის შემთხვევითი თურმე, რომ მარტი არის ενდომეტრიოზის თვე. კი ბატონო, აი ეს იქნება სიმბოლო მაგის. სიმბოლო. პირველი თესლები ჩავყარეთ ენდომეტრიოზის. სუპერ. ენდომეტრიოზის ინფორმირებულობის ამაღლებაში. შვენიერია. სოფო, მოდი რომ დაუბრუნდეთ ისე ამ საკითხს და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ენდომეტრიოზის კვლევა აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიოში, ბევრი საინტერესო კვლევა ტარდება. ზოგიერთი განსაკუთრებულად საინტერესო. აი მაგალითად, ერთ-ერთი არის, ხო, გაჩნია ხა პერსპექტივიდან. უბრალოდ აი ცოტა ისეთი იყო, რომ მაგათ ადამიანის აღნაგობასთან შეიძლება იყოს ეს კავშირში, ხო? შენ ძალიან კარგად თქვი ადამიანის, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ გულისხმობდი ქალის. ხო. ხო, მადლობა ამისთვის, მაგრამ ხო, მახსოვს 2013 წლის კვლევაზე საუბრობ, სადაც პაციენტები გამოიკვლიეს და როგორ დაწერეს, რომ არის წვრილი წელი აქვთ ამ ქალებს, არიან უფრო სექსუალურები და აქვთ დიდი ძუძუები. და სხვათა შორის ეს კვლევა, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი იმით დავიწყოთ, რომ ეს კვლევა ამოიღეს. ხო, და სკანდალიც გამოიწვია. სკანდალიც გამოიწვია, სამედიცინო საზოგადოება ამას არ შეეგუა, ასევე აქ იყო ყველაზე მთავარი ეთიკური დარღვევა, რომ ქალებმა არ იცოდნენ, რომ მათ ვიზუალს აფასებდნენ, ისინი ავსებდნენ კითხვარებს, მაგრამ ამ კითხვარებში რაღაცნაირად იყო ეს თემებიც ვთქვათ, არ ვიცი, ალბათ კერდის ზომა და ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სამედიცინო ნაწილში ჭირდებათ და არა ვიზუალი შეფასებისთვის და ამიტომაც ეს ქალებმაც გააპროტესტეს, მაგრამ ერთმა ჩემმა კოლეგამ მაგაზე თქვა, რომ ანუ ასეთ შემთხვევაში რა ზომავენო კაცებთანო. საინტერესოა და ნამდვილად უცნაურია და გარეგნობას არ ვაფასებთ და მეორე კიდე აქ ამ კვლევაში არ მახსოვს რამდენი 100 ქალამდეც არ იყო გამოკვლეული და კორელაცია საერთოდ არ ნიშნავს კაუზაციას, როგორც ჩემი ძალიან კარგი მეგობარი ამბობს და კიდე ერთი ფაქტორი, რომ რას გვაძლევს ახლა ეს ინფორმაცია ჩვენ. ეს სიგამხდრე, ანუ უბრალოდ BMI-ის სიდაბლეო, იმაშვება, რა ქვია, ტენდენციას გიჩვენებს, რომ შეიძლება მაღალი რისკი იყო. ანუ ეს კაუზაცია ეს დავივიწყოთ. ეს თუკი არ ჩაუღრმავდები, ხა მე რომ ამ თემაზე მუშაობდი და რომ ნახე, ჯერ ეს ინფორმაციები ვნახე, როგორც მტკიცებულება, როგორც მოცემულობა, ქართულადაც კი. ძალიან ჩვეულებრივი არის ეს ინფორმაცია გავრცელებული, მე ცოტა შინაარსი რომ დაგაინტერესებს, მე აღმოაჩინე, რომ ეს კვლევა ხო, ამოღებულია, არაეთიკური იყო, კვლევა არ იყო კარგად ჩატარებული, მეთოდოლოგია დარღვეული იყო და ეს შემდეგ. აი ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, რა ეს არის კრიტიკული აზროვნება, რაღაცას რომ მოისმენან, გაიგებ, შეგიძლია გადაამოწმო. აუცილებელი არ არის, ყველაფერი უცებ დაიჯერო. კი ბატონო და თქვენც ეს ჩემსავით თუნდაც ქართულად როცა ინფორმაციის მოძიებას შეეცდებით, ამ ინფორმაციას რა მოგიგდებენ, ანუ უკვე ვიცით რომ ეს კვლევა არ რელევანტურია. კი ბატონო და არაფერში არ არის გარეგნობა ენდომეტრიოზთან. კი ბატონო, ხო, ეს კვლევა რაღაცა დიაგნოზის დასასმელად. კი ბატონო. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, ეს არის ჰაბერმანლების პოდკასტი, თუ იცი, ხო, ნუ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესეთი სამეცნიერო პოდკასტია, რომელიც ჯანმრთელობის საკითხებს ეხება და იქ გამოითქვა ძალიან საინტერესო მოსაზრება. ნატალი კროუფორდი ყავდა მას რეპროდუქტოლოგი, სტუმრად და იმიდა რომ წავიკითხო მისი ციტატა, რაზე ისაუბრა. ის ეხებოდა ანუ ენდომეტრიოზის ცოტა ისეთ გრძელვადიან შედეგებს და მან თქვა რომ ასეთი ჩაჭვი აღწერა. არა ნამკურნალები ენდომეტრიოზი იწვევს ქრონიკულ ანთებას, რაც აზიანებს საკვერცხეებს და იწვევს კვერცხუჯრედების მარაგის შემცირებას. ამას კი მივყავართ ადრეულ მენოპაუზამდე, რომელიც თავის მხრივ სტატისტიკურად სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებასთან არის დაკავშირებული. ეხლა ეს
განაცხადი ამ რეპროდუქტოლოგისგან არის რაღაც ისეთი რადიკალური ცვლილება წარმოდგენაზე ენდომეტრიოზის აჰა. იმ ძიმე გარცულებებისა, ხო, რაზეც ჩვენ ხო. ასევე ვისაუბრეთ, რომ თითქოს ის მარტო რაღაცა ტკივისა და უნაყოფობასთან კი არ არის ასოცირებული, არამედ ზოგად ჯანმრთელობაზე მოქმედებს და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასაც ამცირებს კი, ქალებში, ვისაც აქვთ ენდომეტრიოზი, ხო? კი. აა ეს შენი შეფასება რა იქნება ამ საკითხის? ეს რამდენად არის დღეს მტკიცებულებებით გამყარებული, იმიტომ რომ ეს იყო როგორც გითხარი მხოლოდ პოდკასტი, იქ საუბრობდა რეპროდუქტოლოგი ამ საკითხზე და მე ვერ ვიპოვე შემდგომში ამაზე ინფორმაცია და თუ კი ეს მართლა არის ესეთი რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ წეგან შენ სახსენე, რამე გადაწყვეტილებაზე თუ მოქმედებს, შენს გადაწყვეტილებაზე როგორც ექიმისა, როცა პაციენტთან კონსულტაციას ატარებ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აქ ეხა რამდენიმე რაღაცის ამოკითხვაც და რამდენიმე რაღაცის პასუხიც მომდის თავში. ერთი რომ კი, როგორც თქვით, შეიძლება დაიკარგოს მათ შორის მექანიკურადაც საკვერცხის რეზერვი, რომელიც ხალი მიიყვანოს ასევე ადრეულ მენოპაუზამდე, ვთქვათ პირობითად თუ შვილები გაჩენილი ყავს და ასე შემდეგ, მაინც ადრეულ მენოპაუზამდე, მაგრამ ანუ მეუნოპაუზა იყო ის თემა, რომელზეც ასევე მინდოდა შენთან საუბარი და აი ენდომეტრიოზისკენ გადმოვიხარეთ თუ გახსოვს. კი ბატონო. და ანუ მაგიტომაც განსხვავებით ეხა არ ვიცი ამ მომენტში რა ხდება საქართველოში, მაგრამ ადრეული მენოპაუზაც უკვე ისე იმართება, რომ ამით ქალის სიცოცხლის ხარისხი, ცხოვრების ხარისხი, სქესობრივი ცხოვრების ხარისხი და ზოგადად ეს ყველაფერი არ შეიცვალოს და აქაც ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია ძალიან აქტიურია. ამიტომაც კი ეს ქალი ამბობს სწორს იმ შემთხვევაში თუ ქალი ენდომეტრიოზით ყურადღებას არ აქცევს თავის თავს და თავის თუნდაც ადრეულ მენოპაუზას. ადრეული მენოპაუზა ყოველთვის იწვევს ცხადია ესტროგენის დეფიციტს, ეს იწვევს აუცილებლად ჟლის ქსოვილის გამოფიტვას ძალიან კარგად იცი. ეს რა თქმა უნდა კბილებზე ყველაფერზე კანზე და ასე შემდეგ აისახება და ცხადია ეს იწვევს ადრეულ დაბერებას, მაგრამ დღეს იმდენად კარგად იმართება ეს პროცესი მენოპაუზის, რომ ქალებს შეუძლიათ ძალიან დიდი ხანი არ დაბერდნენ. კი ბატონო. ამიტომაც ხო, უბრალოდ მთავარია რომ ჩვენ ვმართოთ სწორად, მაგრამ მეორე საკითხი არის, როდესაც ჩვენ ენდომეტრიოზს მართავთ სინამდვილეში, ზოგჯერ ვიწვევთ ასევე საკვერცხის ფუნქციის გათიშვას. და ნუ ასეთი ცნობილი პრეპარატებით, ანუ გონადოტროპინ rilizing ჰორმონი, რომელიც არის ანუ მეორე რიგის მკურნალობა ენდომეტრიოზის და ანუ პირველი რიგი არის ან ესტროგენებით ან კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივით, ანუ როდესაც გონადოტროპინ rilizing ჰორმონს ვაწვდით პაციენტს, ჩვენ ვბლოკავთ საკვერცხეს, ანუ ის არ გამოყოფს ასე ვთქვათ ესტროგენს. ესე იგი ჩვენ ხელოვნურად ვიწვევთ პირობითად მენოპაუზს. ამიტომაც როგორც თქვი, ADBEC თერაპია არის, ADBEC თერაპი გარედან ეგზოგენურად ვაწვდით ჰორმონებს, რომ არ მოვახდინოთ ოსტეოპენიის, ოსტეოპოროზის გამოწვევა და ნუ მათ შორის ადრეული დაბერების პროცესები ავირიდოთ თავი. ამიტომაც არის ენდომეტრიოზი პაციენტების და ექიმების ერთობლივი სამართალი, რომ პაციენტმა გააცნობიეროს რას აკეთებს, რისთვის აკეთებს და რომელი ჯობია და როგორ არის უკეთესი. კი ბატონო, ხო, ეხლა ძალიან გასაგებია. ძალიან მადლობა თუ კარგად ახსენ, შემიძლია კიდე უფრო კარგად ავხსნა ვეცად. გასაგები იყო, იმიტომ რომ მე თვითონაც ამას როცა ვუსმედი, ესეთი შემაშფოშებლად ჟღერდა და შეკითხვები დამჩნდა. ეხლა გავიგე უკვე ამაზე პასუხი. და აი ეს მკურნალობა ეხლა რომელზეც ჩვენ საუბრობდი, ხო? მკურნალობა რა ეს ინტერვენციები, რომლებსაც ახორციელებთ სხვადასხვა ეტაპზე. ცოტა რომ განვავრცოთ, ოღონდ აი რაღაც კონკრეტული რაღაცების ასახელების გარეშე, დაახლოებით წარმოდგენა რომ შევიქმნათ, მკურნალობა რა პროცესია? რას მოიცავს? რა ეტაპებისგან შედგება? პირველ რიგში სწორი დიაგნოსტიკა, ანუ ყველა ქალს აქვს უფლება რომ იყოს დიაგნოსტირებული. და ეს არის მნიშვნელოვანი. დიაგნოზის შემდეგ, ანუ ცხადია ჯერჯერ პირველ ეტაპზე გინეკოლოგთან ვაფასებთ, რომელი სტადია არის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რამდენად რთულია და იმის დამიხედვით ვთავაზობთ, ანუ ვიწყებთ ლაპარასკოპიით და მერე ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიით თუ მსუბუქია და გვირჩევნია რომ გავრცელება შეუშალოთ ხელი და ამიტომაც ვიწყებთ ეგრევე ჰორმონალური თერაპიით. აქ არის ყოველი პაციენტი არის ინდივიდუალური შემთხვევა. თუ 15 წლის გოგოა ჩემი პაციენტი, იქნება ჩემი პაციენტი სხვა არის, თუ
20 წლის ხო არის, თუ რეპროდუქციული ასაკის ქალი, რომელიც მალე შვილოსნობას გეკმავს, მაშინ იქ უფრო და როგორც თქვი 30 პლუს მაშინ აუცილებლად დავიწყებ იმით, რომ კი კვერცხუჯედები შევამოწმო, საკვერცხის რეზერვი შევამოწმო, რომ მერე რაღაც მომენტში უცებ ერთ დღეს არ აღმოუჩნდეთ იქ, რომ უბრალოდ არ შეუძლია შვილოსნობა არანაირი არც IVF-ით, იმიტომ რომ არ აქვს უბრალოდ ჯამთელი კვერცხუჯედი. ხო? და ნუ პლუს მაგას ემანსიპირებულ ქალებში რატომღაც ეს ხარისხი კვერცხუჯედების უფრო მეტად სწრაფად იკლებს, ამიტომ 35 წლის შემდეგ ეს ბევრი ფაქტორია, გარემო ფაქტორი, მათ შორის მწეველობა, მათ შორის ნუ ეს სასტიკად მოქმედებს ნიკოტინის, სტრესი, აქტიური ცხოვრების წესი. ბევრი ფაქტორი და პლუს მაგას ასაკი. ყველაზე მეტად რაც მოქმედებს, ეს არის ასაკი. 35 წლის შემდეგ ასე იკლებს ეს ჰორმონი. ნუ ამიტომაც არის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი. რომ ხო არის სწორად დაგეგმო რაღაცები და არ გაგეპაროს დრო და ვთქვათ რაღაც გინდოდა და არ გამოგივიდა, იმიტომ რომ არ იყავი ინფორმირებული, ეს დაუშვებელია. იცით, სიფრთხილით მინდა რომ კითხო კიდე ერთ საკითხზე რა, ეს არის თვითონ აი მენსტრუაციისა და ორსულობის ნაწილი რა, აი კითხვები რო არ დარჩეს, კი შევეხეთ მაგ თემას. მენსტრუაცია, ორსულობა, მშობიარობა აი ეს პროცესები ეხმარება ხელს უშლის თუ აი როგორ არის ენდომეტრიოზთან კავშირში. უხეშად რო ვთქვათ, ენდომეტრიოზის მკურნალობა არის ოვულაციის დათრგუნვა, ოვულაციის დათრგუნვა იმას ნიშნავს, რომ ენდომეტრიუმი არ გასქელდება, არ პროლიფერირდება, არ ჩამოიფრცქუნება, არ რეტროგრადირდება, არ გავრცელდება. ანუ ჩვენ ენდომეტრიოზის იდეაში მკურნალობთ მენსტრუაციის გაჩერებით. მენსტრუაცია ჩერდება ორსულობის დროს, ამიტომაც ითვლება, რომ ორსულობა, ასე ვთქვათ, პრევენციული ღონისძიება არის ენდომეტრიოზისთვის, მაგრამ ახლა 20 წლის პაციენტს არ შევთავაზებ, მოდი დაორსულდი, მერე ლაქტაციაში კიდე ეს ყველაფერი, ფაქტობრივად 2 წელი ლაქტაცია ორსულობიანად, ნუ სტანდარტულად 2 წელი ქალი არ მენსტრუირებს, რაც მშვენიერი პრევენცია არის ენდომეტრიოზის. მაგრამ ნუ ცხადია, ახლა არ უნდა შევთავაზოთ 20 წლის პაციენტებს, მოდი დაორსულდი და ყველაფერი კარგად იქნება, ეს დაუშვებელი მგონია. სოფო, ახლა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და თუ გააქვს რამე დაგჭა ისეთი ენდომეტრიოზთან დაკავშირებით, რომლის თქმაც გინდა ქალებისთვის. და მე ერთი კითხვა კიდე უნდა დაგისვა, რომელიც იქნება თიზერი შემდეგი ეპიზოდისთვის. ხო, ერთი ის მქონდა ჩავინიშნე, მოკლედ, რაც მინდოდა მე თქვა, რომ რაღაც ეს ციგნი რო არის, მაგის მიმოხილვა წავიკითხე, არ წამიკითხავ სამწუხაროდ, მაგრამ მინდა რომ წავიკითხო. და იქ იყო, რომ მოусმინე შენს ტკივილს, დაახლოებით ესეთი მესიჯი იყო, ანუ არ უგულვებელყო, ინფორმირებულობა არის შენი ძალა და მოყევი შენი ამბავი. კი, აი ეს გოგოების სხვადასხვა კიდე ერთი საინტერესო პოდკასტი ვნახე, რომელიც ალბათ მაგას მიყვებიან. იმიტომ რომ მოყევი შენი ამბავი არის მათი დევიზი. Tell your story. ხო, და ეს გოგოები, ქალები ენდომეტრიოზით უბრალოდ ყვებიან თავის ისტორიებს და ამით ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებიან. ასევე კიდე არ დამავიწყდეს, რომ გაიგო ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომ რა თემაზე გვექნებოდა ჩაწერე, რამდენიმე კითხვა გამომიგზავნა და მოდი ძალიან მოკლედ ესე ბლიც. ეხლა უკვე პაციენტის кейსგან ვიხილავთ, საინტერესოა. გისმენ. ანუ კითხვები როგორც მომწერა, ანუ ისე რომ მუცელში რომა კერა, ენდომეტრიოზია საუბარი, რამე ეშველება თუ არა. ნუ ალბათ უფრო მცირე მენშია კერა ვიდრე მუცელში, თუმცა არის რა თქმა უნდა. ეშველება მუცელში კერას. ნუ აქ ეშველება ის რომ არ უნდა გავრცელდეს ერთი თუ დიდი კერა მუცელში ის იწვევს ტკივილს და უშლის ცხოვრების ხარისხში ხელს, მაშინ მუცელში უნდა ჩავიხედოთ ლაპარასკოპიით და ეს კერა ამოვიღოთ და თუ მუცელში მცირე მენჯის ღრუში არის კერა და ვიცით რომ ეს კერა არსებობს, ესე იგი არსებობს რისკი იმისა რომ სხვაგანაც გავრცელდება, უნდა დავიწყოთ თერაპია. და ნუ პლუს მაგას შევცვალოთ, კვება, იოგა, აკუპუნქტურა, წონის კლება, ნუ ასე შემდეგ რა, ხო, ეს კომპლექსური მიდგომები რაც არის საჭირო, ესენი არსებობს და ამით შეგვიძლია რაღაც შეღავათი მივიღოთ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ. არის თუ არა ენდომეტრიოზის ბრალი ორსულობის დროს ყელიდან სისხლდენა
საუბარი არის აქ 7 თვის ორსულზე არა, და იმიტომ რომ პერიოდულად სისხლიანი გამონადენი. ხო, აქ სხვა შეზღუდეთ რამესთან გვაქვს კავშირში იყოს. არა, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ როგორც გითხარი, ამ დროს ორსულობის დროს ენდომეტრიუმი არ სქელდება და წესით არ არის ერთადერთი ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენის მიზეზი შეიძლება იყოს ჰემატომა, რომელიც სხვა ფაქტორებით არის გამოწვეული და ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ენდომეტრიოზი ხო, პირდაპირ ესე ეჩვენა, ანუ იმიტომ არ არის კავშირში. გასაგებია. და ბოლო შეკითხვა მექნება. ჩვენ წეგან საუბრობდით სექსის პროცესში ტკივილზე, ასე შემდეგ. მაგრამ აქ ჩვენ კიდევ ერთი რაღაც კომპონენტი, რომელიც თითქმის არ შევხედავთ, არის ის ონკოლოგიური მდგომარეობები და მასთან ასოცირებული სხვადასხვა ფაქტორები, პრობლემები და ასე შემდეგ. და მათ შორის ქიმიოთერაპიები, რომლებიც ახლა ონკოლოგიის შემთხვევაში ასევე საჭიროა და ქალების მენტალური ჯანმრთელობა, სქესობრივი ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, რომელიც ასევე კიდევ ერთი იდუმალი თემა, რომელზეც არავინ არ საუბრობს. მოდი ორ შეკითხვას გავაერთიანებთ, მოკლედ უპასუხოთ და ასევე ვთქვათ, რომ შემდეგ შენს ვიზიტზე სწორედ ამ თემაზე გვექნება ერთი ეპიზოდი ჩვენი პოდკასტისა. პირველი კითხვა ეს არის, რომ ის რაზეც ვისაუბრეთ, იმას რომ შეჯამება გავუკეთოთ. თუ კი უკვე გვაქვს ეს სიმპტომი განვითარებული, აქტის დროს ტკივილი. მანდ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? არის თუ არა დღევანდელი სამედიცინო მიღწევებით იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი მთლიანად მოხსნათ? და მეორე, როგორი არის ცხოვრება ქიმიოთერაპიის შემდეგ ქალებისთვის? როგორი სურათი გვაქვს ზოგადად და როგორია რეალობა და რა რეკომენდაცია შეგვიძლია რომ მივცეთ ქალებს? ერთ მნიშვნელოვანი ინფორმაციას ვიტყვი ჩემი კოლეგებისთვის და პაციენტებისთვის, რომ როდესაც ენდომეტრიოზის დიაგნოზს ვამთ და მათ შორის საკვერცხის ენდომეტრიოიდული ცისტა გვაქვს, ჩვენ ყოველთვის უნდა შევამოწმოთ და ეჭვი მივიტანოთ მათ შორის და გავაკეთოთ ონკომარკერები. ჩვენ ვამოწმებთ ონკომარკერს, მათ შორის არის კარცინოემბრიონული ონკომარკერი, რომელიც შეიძლება იყოს მომატებული, მაგრამ ეგრევე პანიკაში ავარდებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ენდომეტრიოზის დროს ეს მარკერი იმატებს. ნიშნავთ კურნალობას. იმატებს, მაგრამ არ ნიშნავს ონკოლოგიას. არ ნიშნავს ონკოლოგიას, ანუ ენდომეტრიოზის გამოც, მაგრამ უფრო ათეულებში რჩება, ასე ვთქვათ და ამიტომაც ვიცით და ამიტომაც ეგრევე არ მივდივართ კიბოს დიაგნოზისკენ, თუმცა ოპერაცია როცა კეთდება ამ კისტის, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს ვიკვლევთ მორფოლოგიურად და იმუნოჰისტოქიმიურად. მეორე. როდესაც ვიწყებთ მე მკურნალობას და მე მყავს ახლა ესეთი 4 პაციენტი, რომელთანაც იყო ეს მომატებული, ჯობლებრივად დავიწყეთ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და ეს მარკერი იკლებს. ანუ სწორ თერაპიაზე ეს მარკერიც იკლებს, რაც ესეც ნიშნავს, რომ ენდომეტრიოზს სწორად, ასე ვთქვათ, მკურნალობ და ის გავრცელებისგან არ ვრცელდება. მესამე საკითხი დისპარეურია, ანუ მტკივნეული სქესობრივი აქტი. მთლიანად შეიძლება ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის დროს ალაგდეს, მაგრამ აქვე გააჩნია, როდიდან დავიწყებთ ჩვენ მკურნალობას, აწლიან დაგვიანებით თუ დავიწყეთ, მაშინ იმ პროცესში მაინც კი, მაგრამ აწლიანი დაგვიანებულ ენდომეტრიოზს ჯერ ჭირდება ლაპაროსკოპია, კერების აღმოფხვრა და ასე შემდეგ და კი ბატონო. მაგრამ ჰორმონების ფონზე ეს მთლიანად შეიძლება ალაგდეს, მაგრამ მარტო ჰორმონები არა, როგორც ვთქვით, დამხმარე საშუალებები და პლუს მაგას ფსიქოლოგიური და ცხოვრების წესისწრილებაც ალბათ. ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ძალიან კარგად მოქმედებს და რაც შეეხება ჩვენ შემდგომ თემას და ასევე ამ ჩემს სადოქტოროს, რაც მნიშვნელოვანი თემა არის, ოპერაციას იკეთებენ ჩემზე ახალგაზრდა ქალებიც, ჩემ ხელებიც, ანუ ყველა ასაკის ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღად და ასევე კონდეს ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება. რატომღაც ბევრ ქვეყანაში არის ისე, რომ თუ კიბოს გადაურჩი, დანარჩენი არაფერი საჭირო არ არის, რასაც ვერ მივესალმები, იმიტომ რომ კი ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვიცხოვროთ კარგად. ამიტომაც აქაც არის კონკრეტულად მულტიდისციპლინა შემოსული სხვაგან, მაგალითად არსებობენ დავიცანი სპეციალისტები, ვინც ძალიან მომეწონა და დავესწარი მათ კონსულტაციებს. გინეკოსექსოლოგები, გინეკოლოგები, რომლებმაც გაიარეს სუბსპეციალიზაციები და სწავლებები ამ მიმართულებით, ფსიქოლოგები, ნაწლავის სპეციალისტები, კვების სპეციალისტები, რომლებიც კონკრეტულად ამ დარგზე არიან მორგებული და აქაც მუშაობს მულტიდისციპლინა, სხიური თერაპიის შემდეგ, როდესაც მთლიანად შრება მთელი ლორწოვანი და ხმება და იწვება,
როგორ უნდა აღვადგინოთ ეს ყველაფერი და როგორ უნდა დავახმაროთ ქალებს. მაგრამ ამისთვის არსებობს სპეციალური tools-ი, რომელიც ვთქვათ, როცა მკვლევარი ხარ გაძლევენ, მაგრამ ვეჯახებით ისეთ პრობლემატიკასაც, როდესაც უბრალოდ ფიქრობენ ზოგიერთ კლინიკაში, მათ შორის საქართველოში, რომ თუ ვთქვათ, პაციენტს კუჭის მოქმედებაზე ან სქესობრივ აქტზე ვკითხეთ, ეს შეიძლება მათთვის შეურაცხმყოფელი და იყოს. ამიტომ არ ეკითხებიან. დიახ. და პრობლემა რომელიც შეიძლება რომ არსებობდეს და როგორც წესი ხშირად არსებობს ხოლმე, რჩება მოუგვარებელი, იმიტომ რომ ამ თემაზე ისევ არავინ არ ლაპარაკობს. ჩუმდებით. ჩუმდებით. ჩვენ არ გავჩუმდებით და შემდეგ სოფოს საქართველოს შემდეგ ვიზიტზე ვისაუბრებთ ამ თემაზე ხმამაღლა. აი ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაცეები სხვადასხვა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენს რაღაცა ეპიზოდებს მოყვება ხოლმე იგივე თემატიკის სტატიები, პატარა ვიდეოები სხვა ინფლუენსერებისგან, აი მაგალითად მარილთან დაკავშირებით კარგად გამოგვივიდა ეგ და ძალიან მიხარია, რაც მეტი ისაუბრებს ხოლმე მე ესეთ საკითხებზე, სხვა საზოგადოებას მივიღებთ უფრო ჯანმრთელსა და ჯანსაღ. ძალიან დიდი მადლობა სოფო. ინფორმაცია არის ყველაზე დიდი ძალა და გვაძლევს თავისუფლებას. კი, და ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ვიზიტისთვის. დაგელოდებით შემდეგ ეპიზოდში. მე მინდა რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს გეხმარებოდნენ ამ პოდკასტის მომზადებაში და შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გამოყვებით ჩვენს YouTube არხზე, მოძებნეთ ჯანმრთელობის დღიურების გვერდების სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა და მეცნიერების სიყვარულის წახალისება. სწორედ ამ მისიას ვემსახურებით და თუ კი ვინმეს გინდა ჩვენთან მეგობრობა, ჩვენ ძალიან ღია ვართ. ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.